გურამ როგავაზე და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელების საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. გურამ როგავას განცხადებით პროცესზე არ შეუშვეს, რადგან მანდატურების თქმით ცდომა დახურული იყო. პროკურორის ცნობით როგავას უფლება ჰქონდა პროცესს დასწრებოდა, თუმცა მას წინასწარ აცნობეს სხდომის ზუსტი დრო. როგავას ინფორმაციით საქმეში მხოლოდ სპეცრაზმელის აღიარება დევს, რომლისაც მას არ სჯერა. პროკურორის თქმით საქმეში მოწმეების ჩვენებები და ექსპერტიზის პასუხებია წარდგენილი, თუმცა დეტალებზე მას არ საუბრია. მე რა ვიცი ვისურვებდი რომ საქმეში არსებული ფურცლები რაღაცა კეთილშობილური მიზნებისთვის გამოიყენონ. იმიტომ რომ აი როგორც მაყურებელი ახლა ხედავს და თქვენს ხედავთ, ცარიელი ფურცლებია საქმეში. არის აღიარებითი ჩვენება, ჩემს საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი აღიარებს რომ თავს დამესხა. ის უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში, როცა ეს აღიარებითი ჩვენება მისცა ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიდა ციხეში და უეცრად მოუნდა რომ ეღიარებინა. აღიარებითი ჩვენება ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. საქმეზე არის მოწმეთა გამოკითხვის საქმეები, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეო ჩანაწერის როგორც დათვალიერების საქმეები, ასევე თავად ვიდეო ჩანაწერები. მოწმეები ხელს ადებენ ბრალდებულს? ერთობლიობაში უნდა შეფასდეს. კონკრეტულად რომელი ვიდეო ჩანაწერი რა საკითხს ეხება, რომელი ექსპერტიზის დასკვნა რას ადასტურებს. ამ საკითხზე შემდგომში გავაკეთებთ განმარტებას, როდესაც ეს მტკიცებულები სასამართლოში იქნება გამოკვლეული.